მართლმადიდებლური ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობის დღესასწაულს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დღეს აღნიშნავს. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწამისათვის ყოველგვარი გასაჭირი ჟამს მიმართავენ და ისიც მსრაფს შეეწევა ხოლმე მათ. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესიაში ავედრა. წმინდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთისმსიტყვას. თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ცხოვრება წმინდა ნიკოლოზის ღვთაებრივი ნათლით იყო გამწყნებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან. მრავალის განუყურნავს ფმათათვის თვალი აუხელია, კოჭკთათვის აღი ფეხი მიუცია, ხუნთათვის მენა, უთხთათვის მეტყველების მადლი, სიღატაკეში მყოფთათვის ცხოვრების აღსარი, დამშეულთათვის სასმელ საჭმელი. ქართულ ხალხში წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს და ამ დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულით ამ ტაძრის მრევლი აღნიშნავს ხოლმე. წმინდა ნიკოლოზის ხატით დაწერას დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული ქართველი ხატმწერებისთვის. ამასთან ნიკოლოზი საქართველოში ერთ-ერთი გავრცელებული სახელია და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ცდილობს ღირსეულად ატაროს